ჯარში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით შეეხება 18-დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან და არ აქვთ გადავადების ან გათავისუფლების უფლება. ჯარში გაწვევას კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უწევს. წელს ჯარში ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდებს გაიწვევენ. დავით კაკულია განაგრძობს თემას. დავით, რამდენ ადამიანს გაიწვევენ წელს და რატომ შემცირდა მათი რიცხვი? მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიწვევენ 1635 წევამდელს, რაც შეეხება წევამდელების შემცირების რიცხვს. ეს ერთად გამოწვეულია იმით, რომ თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ეტაპობრივად გადავიდეს მთლიანად საკონტრაქტო სამსახურზე 2016 წლისთვის. შესაბამისად, ისინი ნაკლებ წევამდელებს ითხოვენ უკვე გასაწვევად, რაც შეეხება დანარჩენ წევამდელებს. თავდაცვის სამინისტროს გარდა ისინი გადანაწილდებიან საჯარო აღსრულებისა და პრობაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. ამ დროისათვის მიმდინარეობს უკვე მოსამზადებელი სამუშაოები და მოხდება წევამდელების სამედიცინო შემოწმება, ხოლო 15 ბერვლისთვის უკვე მოხდება მათი გადანაწილება ამ სამ სამინისტროში, რომელიც ზემოთ აღნიშნეთ თავად გაწვევა დასრულდება 30 ივნისს. თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით 600, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული დანაყოფების მიმართულებით 670 წევამდელი, ხოლო საჯარო აღსრულებისა და საჯარო აღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მიმართულებით 365 წევამდელი. როგორც მოგეხსენებათ, გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, ვისაც არ აქვთ გაწვევის გადავადების ან გაწვევიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძვლები. სწორედ ამ კონტინგენტზე იქნება დაწყებული გამოძახება. ჩვენ შესაბამისმა უწყებებმა, როგორც არის თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასწავლო აღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, წარმოგვიდგინეს რაოდენობები და ამ რაოდენობების შესაბამისად ჩვენი გაწვევის კოორდინაციის სამსახური მოახდენს წევამდელთა სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ორგანიზებას. წევამდელების შეკრება მოხდება გამონაწილებულ პუნქტებში, სადაც მათ ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება, ასევე მიეცემათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და არ მოუწევთ სხვადასხვა უწყებებში სიარული. ამის გამო, რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც არასაპატიო მიზეზით თავს აარიდებენ გაწვევის სამსახურში მისვლას, ისინი 1000 ლარი დაჯარიმდებიან. ეს დავით კაკულია იყო.